ერთად შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორ ცხოვრობს და რითი ცხოვრობს ხიზაბავრა დღეს. სოფელი ხიზაბავრა, რომელიც ასპინძის რაიონის მთაში მდებარეობს, კათოლიკეების ყველაზე კომპაქტური დასახლებაა საქართველოში. სოფლის ისტორია, როგორც აქაურები ამბობენ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე იწყება, ხოლო კათოლიკური აღმსარებლობა ხიზაბავრელებმა მე-17 საუკუნეში მიიღეს. ჩვენთან მოვიდა თურქეთის მისიონერები, მაგრამ ხიზაბავრაში იყო მოკლედ მამასახლისი. მამასახლისმა მოიწვია თავისი ხალხი და თქვა, მივიღოთ თუ არა მამადიანობა. მამადიანობა არ მიიღეს ხიზაბავრელებმა. არ მიიღეს ხიზაბავრელებმა. ამიტომ შემდეგ მოვიდა ფრანგები. მე-17 საუკუნეში ფრანგი მისიონერები. ფრანგ მისიონერებმა თავიანთი წმენა აჩვენეს ამ ჩვენს მამასახლის და მერე ხალხმა თქვა, იგივე ქართველები ვარ და მიიღეს კათოლიკობა. ჩვენი წინაპარი მართლმადიდებელი იყო და ახლა მერე მე-17 საუკუნის შემდეგ რომ უკვე ჩვენ თურქეთის შემოტევებსა და იმას გადავრჩენილიყავით, ამისათვის მივიღეთ ჩვენ კათოლიკობა. ხიზაბავრა საკმაოდ დიდი სოფელია. აქ 300-ზე მეტი კომლი ცხოვრობს. კათოლიკური ეკლესიის მრევლი 900-ზე მეტი ადამიანია. 90-იანი წლების ბოლოს პოლონელი პადრეს პავლე სტეპანეკის ძალისხმევით ხიზაბავრელები 70 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ ეკლესიურ ცხოვრებას. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ხიზაბავრაში მდებარე საქართველოში ყველაზე დიდ კათოლიკურ ეკლესიაში ყოველ კვირას მესა ტარდება. Смысл нашей жизни ордена камильянцев это служба больным. კათოლიკური კამილიელების ორდენის წესდების თანახმად ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ადამიანებს უჭერთ. თითოეულ ადამიანში ჩვენ იესოს ვხედავთ. ამიტომაც ვალდებულნი ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ყველას განურჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა. რომის კათოლიკური ეკლესია ხიზაბავრაში მცხოვრებ თავის 900 კაციან მრევლს საკმაოდ დიდ დახმარებას უწევს. ეს დახმარება ძირითადად სხვადასხვა ჰუმანიტარული აქციით გამოიხატება. მაგალითად, კათოლიკური კამილიელების ორდენი დღეს ხიზაბავრაში აშენებს თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებულ საბავშვო ბაღს, რომელიც რაღაც ერთ თვეში ამოქმედება. ბაღი ყოველწლიურად 80 ბავშვს მიიღებს და ხიზაბავრასთან ერთად კიდევ რამდენიმე სოფელს უფასოდ მოემსახურება. ისეთი სული მოუთქვა ჩვენ ხალხს, ობოლ ბავშვებს, აი სკოლაში ბავშვს რო არ აქვს, ყველანაირად ყველა დახმარებას უწევენ. შემოაქვს წანსაცმელი გინდა, მაკარონი გინდა, ვერმიშელი გინდა, რაც კი არსებობს, ზეთი და რამე ყველაფრით პატივსას სცემენ. მოაქვთ ხოლმე ჰუმანიტარული დახმარება, ეხმარებიან მრავალსულიან ოჯახებს, ფქვილით, სულსათით პროდუქტით, რამე ჩასაცმელი დასახურით თუ რამე არის. სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივი რესურსების კვალობაზე ხიზაბავრა მდიდარი სოფელია. მესაქონლეობა, მებაღეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა აქ ტრადიციული დარგებია. ფუტკარე ძალიან შემოსავლიანია. ნაკლები შრომა უნდა, მაგრამ ამას უნდა მოგზაურობა. ფუტკარმა თქვა, თუ მამოგზაურეო და მე შედეგი მიიღეო. მაგრამ მე დრო არ მაქვს, ვერ გამყავს. 3 წელი დამყავდა მთაში. 15 კილომეტრზე. ახლა დრო აღარ მაქვს და ვერ დამყავს. წელს არ წამიყვანია, შემოსავალი ცოტა იყო. ბატონი გიორგი ერთადერთი კაცია სოფელში, რომელიც სამხრეთ საქართველოსათვის საკმაოდ არატრადიციულ მევენახეობასაც მისდევს. ვაზე ვნახე იმერეთში, ბაღდადში ჩემ ბიძაშვილებს გქონდათ, მე შემიყვარდა და იქიდან წამოვიღე ისა ნერგი და დავავიღე. ჩვენ წინა მამა პაპას გქონდა დაბლა ვენახები, რომელსაც ვენახეთ და მე გადაშენდა ეს. და მე ახლა მოვაშენე ხიზაბავრაში. ტრადიციები, რომელთაც უკვე 3 საუკუნეა ცხოვრობს სოფელი ხიზაბავრა, უპირველეს ყოვლისა ქრისტიანულია. ხოლო რაც შეეხება კონფესიურ განსხვავებებს, აქ პასუხი ყველას ერთნაირი აქვს. ღმერთი ერთია. გიორგი, ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს გავესაუბროთ უშუალოდ ხიზაბავრას მკვიდრ მოსახლეობას. მე წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს, ესენი არიან თემურ პლაკიაშვილი, ადამიანი, რომელიც აი სწორედ იმ საბავშვო ბაღის დირექტორი გახლავთ, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი და ბატონი დათო მამუკაშვილი, რომელიც გახლავთ ხიზაბავრას, სოფელ ხიზაბავრას საკრებულოს წევრი. გიორგი? მე მივესალმები ასმეძის რაიონს კიდევ ერთხელ თბილისიდან ხიზაბავრელებს.
და როგორც შენს მიერ დანახულ ხიზაბავრის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტიდან გაირკვა, კათოლიკე ქართველებს ასმეძის რაიონში თანაცხოვრების და ცხოვრების მარტივად რო ვთქვათ, არანაირი პრობლემა არ აქვთ. როგორც შევიტყვეთ, იქ კათოლიკე მისიონერებიც ხშირად ჩადიან, ჩააქვთ პროდუქტები, მოკლედ რო ვთქვათ, აკეთებენ იმას, რისი სურვილიც აქვთ და ამის ხელშემშლელი არავინ ჩანს. მე მინდა ვკითხოთ ჩვენს გვერდზე მდგომ ბატონებს, ბატონ თემურს და ბატონ დავითს, თუ არ ვცდები, ხო? თუ ყოფილა როდესმე შემთხვევა მათი რწმენის ან აღსარებლობის შეზღუდვა რო ეცადა ვინმეს. მე გადავწევ კითხვას ბატონო თემურ გიორგი საინტერესებს ყოფილა თუ არა შემთხვევა ხიზაბავრაში აი თქვენ თუ გახსოვთ ან თუ ახსოვთ თქვა თუ ხუცესებს ისეთი შემთხვევა რომ ვინმე შეევიწროებინოს ან თქვენი რწმენა ეს დამოკიდებულება იგივე თქვა გვერდზე არსებული სოფლების მხრიდან ან თუნდაც ვინმე ჩამოსულის მხრიდან ყოფილა თუ არა თქვენი რწმენის შევიწროება არა ესეთი რამ არც გვახსოვს არც ჩვენ წინაპრებისგან გაგუგია იმიტომ რომ მეზობელი სოფელი მართლმადიდებლები არიან და პირიქით ურთიერთშეხმატკივრებით მუშაობთ რა ვიცი თუ რაღაც საკითხი არა ურთიერთ ერთმანეთის მხარდაჭერით ერთმანეთის მაგალითად სასმელი წყალის საერთო გვაქვს ну ეს პრობლემები თითქმის ერთად წყვიტავთ და მით უმეტეს რომ ხიზაბავრის საკრებულოში გაერთიანებული ორი მართლმადიდებელი სოფელი რომელსაც პირიქით აი ეს თქვენი ჩამოსვლამ გავიგეთ ეს მით უმეტეს თქვენ კარგად გადაეცვა არ არის შუქი არა გვაქვს ეს ცოტა პრობლემებია ამ სატელევიზიო ანტენის მხრივ და რა ვიცი ესეთი რაღაც გიორგი თუ შეიძლება შეკითხვა ბატონ დავითთან რომ ესეთი რაღაც პირიქით რა სულ პირიქით ხდება ურთიერთ მხარდაჭერით და მე ურთიერთშემოქმედებაში ბატონ დავითთან გადავალ კითხვით ბატონ დავით რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ძალიან დიდი ურთიერთობების ნათესაური ურთიერთობებიც არის თქვენ სოფელსა და ახლომდებარე მართლმადიდებელ სოფლებს შორის ანუ ეს პრობლემა ამ პრობლემაზე საუბარი ზედმეტია ეს ძალიან უცნაური კითხვაა რომ ჩვენ არა გვაქვს კარგი ურთიერთობა დაუშვათ მართლმადიდებელ სოფლებთან პირიქით არა მაგდაგვარი კითხვა არ ყოფილა რომ ხომ არა გაქვთ არა გვაქვს პირიქით ძალიან კარგი და ურთიერთ შეხმატკილებული და ვატიკანის ხელშეკრულების შესახებ თუ იცოდნენ რამე რომ მზადდება თქვენ გქონდა თუ არა ინფორმაცია იმ ხელშეკრულების შესახებ რომელიც მზადდებოდა სახელმწიფოსა და ვატიკანს შორის რაიმე ინფორმაცია ყოფილა ან თქვათ ეკლესიაში თუ უთქვამთ ვინმეს თქვენთვის თუ საინფორმაციო ვაკუუმი იყო ეგეთი ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა ანუ შეიძლება თამამად ითქვას გიორგი რომ როგორც მე აღვნიშნე ჩვენგან გაიგო ჩვენი გადამღების ჯგუფისაგან გაიგო თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ ხიზაბავრას მოსახლეობა ძალიან დიდი მადლობა გიორგი მადლობა გადაუხადე ბატონებს ხიზაბავრას მკვიდრთ და ჩემი ერთი თხოვნა თუ შეიძლება რომ შევასრულოთ მე რამდენთაც მაქვს ინფორმაცია ეს ძალიან საინტერესო ისტორიული სოფელია და ამ სოფლის ქვევით არის მთელი რიგი კომუნიკაციებისა მიწისქვეშა კომუნიკაციებისა რომელთაც მთელი სოფელი ერთმანეთს წყალს უკავშირდებოდა ომიანობის და ჟამიანობის დროს. ასე რომ ჩვენ კიდე გვექნება დრო, რომ ხიზაბავრაზე ჩვენს ტელემაყურებლებს სხვა ფოკუსითაც უამბოთ. ჩვენ კი ბრუნდებით ჩვენ სტუდიაში, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გქონდა პირდაპირი ჩართვა ასპინძის რაიონიდან, საიდანაც გვესაუბრებოდა ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ახვლედიანი, რომელიც კათოლიკე ქართველებით დასახლებულ სოფელში 2 დღის განმავლობაში ცხოვრობდა და გვიამბო თუ როგორ ცხოვრობენ დღეს 21 საუკუნის დასაწყისში კათოლიკე ქართველები.